გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვისაუბრებ თემაზე, რაც ბევრს აწუხებს და ხმამაღლა თითქმის არავინ საუბრობს. გასაკვირია რატო? ამ ვიდეოში განვიხილავთ საცხოვრებელი უძრავი ქონების მეორად ბაზარს და კონკრეტულად იმ პროექტებს, რაც ყველაზე პრობლემურად ითვლება თბილისში. გაჩვენებთ, რატომ შეიძლება იაფი ბინა საბოლოოდ ყველაზე ძვირი დაგიჯდეთ ფინანსურადაც და ფსიქოლოგიურადაც. ვისაუბრებთ 5 კონკრეტულ პროექტზე და მათ რეალურ მინუსებზე. სანამ დავიწყებთ, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რადგან ძალიან მალე ასეთივე დეტალურ ანალიზს გავაკეთებ ახალ აშენებულ კორპუსებზე და გეტყვით იქ რა საფრთხეები შეიძლება დაგვხვდეს. ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, სწორედ ამ მიზეზებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, ვიდეოს ბოლოს გეტყვით 4 ოქროს წესს, რომ არ დაზარალდეთ ბინის ყიდვისას. დავიწყოთ ყველაზე გავრცელებული და ალბათ ყველაზე პრობლემური ტიპით, ხრუშოვკებით. არ ვიცი რამდენად იცოდით თუ არა, რომ ეს კორპუსები თავიდან მხოლოდ დროებით საცხოვრებლად იყო გათვლილი. მათი საექსპლუატაციო ვადა 25-30 წელია, რაც დიდი ხანია უკვე ამოეწურა. კომუნისტების მთავარი მიზანი იყო არა კომფორტი, არამედ რაც შეიძლება სწრაფად და იაფად დიდი რაოდენობით ადამიანების დაბინავება საბჭოთა კავშირის მასობრივი ურბანიზაციის პერიოდში. лет. Какой малый отрезок времени для древнего города. Но как вырос он за эти годы, и какой красивой стала наша столица. Тбилиси уже тихим тбилисцем, и город делает сказочные шаги вперед, занимая поля на Флуге, Бегоме и Собор-Столов. იმ დროისთვის თავარი იყო ხალხს საკუთარი პატარა სივრცე ქონოდა. ხარისხზე, ენერგოეფექტურობასა და გრძელვადიან კომფორტზე კი, რა თქმა უნდა, არავინ არ ფიქრობდა. რატომ არის ეს პრობლემა დღეს? პირველ რიგში ეს არის ჭერის სიმაღლე 2.5 მეტრი, რაც ამ პროექტის სტანდარტი იყო. თუ თქვენ აპირებთ იატაკის დაგებას ან ჭერის გაკეთებას, ფაქტობრივად თქვენ დაგჭებათ სივრცე, სადაც ჭერს ხელითაც კი შეეხებით. ეს არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ ესთეტიკა, ეს არის ჰაერის მოცულობა, რომელიც ოთახში ტრიალებს. რეალურად ასეთ სივრცეში სუნთქვაც კი რთულია. შემდეგი პრობლემა ეს არის კონსტრუქციული ჯუნგლები, მიშენებული ლოჯიების ქაოსი. როგორც ვიცით, 90-იან წლებში ყველამ თავისი გემოვნებით მიაშენა დამატებითი ოთახები, რამაც დაარღვია შენობის წონასწორობა და სეისმომედეგობა. ბევრ ხრუშოვკაში კედლები დღესაც იბზარება, რადგან საძირკველი არ იყო გათვლილი ასეთ დატვირთვაზე. ამ ბინებს აქვს ძალიან თხელი კედლები. კომუნალური გადასახადები ამ ტიპის კორპუსებში ყოველთვის მაღალია ხოლმე, რადგან გათბობა გაგრილება მუდმივ რეჟიმში გიწევს ფაქტობრივად. ბოლოს ეს არის სუნი. ძველი სადარბაზოები, დაზიანებული საკანალიზაციო გაყვანილობა და მრავალწლიანი ნესტი კედლებში. ეს არის ის, რასაც ვერანაირი ევრორემონტი ვერ წაშლის. გადავიდეთ შემდეგზე და ეს არის მოსკოვის პროექტი. ერთი შეხედვით ეს კორპუსები უფრო მყარი ჩანს ვიდრე ხრუშოვკები, მაგრამ შიგნით შესვლისას სულ სხვა რეალობა გვხვდება. ამ პროექტის მთავარი პრობლემა არის აბსურდული დაგეგმარება. მათი მთავარი სავიზიტო ბარათი არის გრძელი ბნელი დერეფანი. თქვენ ყიდულობთ იდეაში 80 კვადრატულ ბინას, საიდანაც 15-20 კვადრატი არის აი ეს უსარგებლო დერეფანი, სადაც ვერც კარადას ჩადგამთ და ვერც ვერანაირ სათავსოს ვერ აკეთებთ. შემდეგი პრობლემა არის განათება და ვენტილაცია. აქ ფანჯრები ხშირად არაპროპორციულად პატარაა და ოთახებში მუდმივი ბინდია. ფსიქოლოგები კი გვეუბნებიან, რომ მზის-შუქის ნაკლებობა პირდაპირ მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. მოსკოვის პროექტის ბინაში ცხოვრებისას ხშირად გეუფლებათ შეგრძნება, რომ თითქოს ყუთში ხართ ჩაკეტილი. ვენტილაციის სისტემა კი იმდენად მოძველებულია, რომ სამზარეულოს და აბაზანის სუნი მთელს ბინაში წამებში ვრცელდება და მთელი კვირის მანძილზე რჩება. აქ სადარბაზოებთან ერთად საყურადღებო ასევე ლიფტები. ლიფტები ძალიან პატარაა, სადარბაზოები კი ძალიან ვიწრო. გახსოვდეთ, რომ თუ დიდი ავეჯის შეტანას დააპირებთ, მარტივ მომრავლებად მოგიწევთ მათი დაშლა. შემდეგი არის მეტრომშენის პროექტი, ეგრეთ წოდებული მეტროსტროი. მეტრომშენის პროექტი თბილისის ბევრ უბანში გვხდება. ხშირად მათ მყარ კორპუსებად მოიხსენიებენ, თუმცა მოდი ჩაუღრმავდეთ დეტალებს. პირველი პრობლემა აქაც სივრცის დეფიციტია. თუ თქვენ გიყვართ კულინარია, მეტრომშენის პროექტის სამზარეულო თქვენი მტერია ფაქტობრივად. 5-6 კვადრატული მეტრი მაქსიმუმ, სადაც 2 ადამიანიც კი ვერ ტრიალებს თავისუფლად. ეს განსაკუთრებით ამძაფრებს რძალ დედამთილის ურთიერთობას. ჭამაც რიგრიგობით გიწევთ. სამზარეულოსგან განსხვავებით, სააბაზანოში კი მარტო შედიხარო. ხშირად, მაგრამ მაინც იმდენად პატარაა, რომ სარეცხი მანქანის ჩადგმა ფაქტობრივად შეუძლებელია. გააჩნია, რამდენად კარგად თამაშობდით ბავშვობაში ტეტრისს.
მეტრომ შენის კორპუსების ფასადები ხშირად ამორტიზებულია. აივნები, რომლებიც წლების განმავლობაში არ განახლებულა, რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ამ ბინაში ცხოვრებისას გიჩნდება განცდა, რომ სამყარო წინ წავიდა, შენ კი 80-იან წლებში ჩარჩი. თანამედროვე ცხოვრების რიტმს ეს პროექტი ვერანაირად ვერ პასუხობს. აქ ცხოვრება ნიშნავს მუდმივ კომპრომისს კომფორტსა და რეალობას შორის. რაც შეეხება ახლა ქალაქურ პროექტს. ეს არის ის პროექტი, რომელსაც მე პირადად უძრავი ქონების ლატარიას დავარქმევდი, იმიტომ რომ აქ ხარისხი არ მხოლოდ პროექტია დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენად ნიჭიერი სამეზობლო ცხოვრობს ირგვლივ. ქალაქური პროექტის მთავარი პრობლემა ის არის, რომ თითქმის ყველა ბინა გადაკეთებულია. გამოანგრიეს მზიდი კედლები, რადგან გაფართოებული იყო და გადაიტანეს სველი წერტილები იქ, სადაც რეალურად არ უნდა იყოს. როცა ასეთ ბინას ყიდულობთ, თქვენ არ იცით რეალურად რა სიურპრიზი დაგხვდებათ კედლის მიღმა. შეიძლება მეზობლის კანალიზაციის მილი პირდაპირ თქვენს ჭერში გადიოდეს, რადგან ვიღაცამ ასე უფრო მოხერხებულად ჩათვალა. ეს კორპუსები შიგნიდან ხშირად ძალიან დანაწევრებულია. ოთახები პატარაა და ბევრი კარია, რაც სივრცის აღქმას კიდევ უფრო ამცირებს. რემონტის დროს აღმოაჩენთ, რომ კედლები არასდროს არ არის სწორი და არც კუთხეებია 90 გრადუსიანი, რაც ძალიან აძვირებს რემონტს აი ამ კედლების და კუთხეების გასწორების ხარჯზე. ამ ჩამონათვალს აგვირგვინებს არასტანდარტული პროექტები. ეს შეიძლება იყოს ძველ თბილისში მიმდებარე სახლები ან 90-იანებში აშენებული უცნაური ნაგებობები. მთავარი პრობლემა არის ამ უცნაური განლაგების მოწყობის სირთულე. ბევრს მოსწონს მაგალითად განსხვავებული ბინები, აი სამკუთხედი ოთახები ან მრგვალი კედლები, მაგრამ დაფიქრდით პრაქტიკულობაზე. სტანდარტული საწოლი, კარადა ან სამზარეულო ზედაპირი ასეთ კედლებზე ვერასოდეს დადგება. თქვენ მოგიწევთ ყველაფრის ინდივიდუალურად შეკვეთა, რაც დაახლოებით 30-50%-ით ზრდის ხარჯს. არასტანდარტულ ბინებში შიდა კომუნიკაციებიც ასევე არასტანდარტულადაა გაყვანილი. თუ მილმა გაჟონა ან ელექტროსადენი დაზიანდა სადმე, შეიძლება ნახევარი ბინის დანგრევა დაგჭირდეთ, სანამ დაზიანების წერტილს იპოვნით. და რაც თავარია ლიკვიდურობა. ასეთი ბინის მომავალში გაყიდვა ძალიან რთულია. თქვენ შეიძლება მოგწონდეთ თქვენი 5 კუთხა საძინებელი, მაგრამ მყიდველი ამაში მხოლოდ პრობლემას დაინახავს. ასე რომ მეგობრებო, სანამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ და თანხას გადარიცხავთ, ყოველთვის გახსოვდეთ 4 ოქროს წესი. არენდოთ მხოლოდ ფოტოებს, ეს განსაკუთრებით ემიგრანტებს ეხებათ. ყველა ბინა კარგად ჩანს ფართო კუთხიანი ლინზით გადაღებულ სურათებში. შეამოწმებინეთ სპეციალისტს და თუ საჭირო გახდა, თანხაც არ დაზოგოთ ამისთვის. შეამოწმებინეთ კედლების მდგრადობა და შიდა გაყვანილობები. დათვალეთ რემონტის ხარჯი. ძველ პროექტებში რემონტი ყოველთვის უფრო ძვირია, ვიდრე ახალ პროექტებში. დემონტაჟი ფაქტურად აორმაგებს რემონტის ხარჯს. და იფიქრეთ მომავალზე, რამდენად ადვილად გაყიდით ამ ბინას 5 წელიწადში. თბილისში ბევრი კარგი სახლიცაა, მაგრამ ამ პროექტებთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. თუ გსურთ რომ სხვა ვიდეოში განვიხილოთ პირიქით საუკეთესო პროექტები თბილისში, დამიწერეთ კომენტარებში, დაწერეთ ჩვენს Facebook ჯგუფში ან შეგიძლიათ მომწეროთ პირადშიც და არხის გამოწერაც არ დაგავწყდეთ.